დასავლეთ საქართველოში ისევ დიდ თოვლობის შედეგებს ებრძვიან. სალიკვიდაციო სამუშაოები რეგიონებში აქტიურად მიმდინარეობს. ერთ-ერთი ყველაზე რთული ვითარება გურიაში იყო, სადაც ამ დროისთვის თითქმის სრულად არის გაწმენდილი ცენტრალური გზები. თუმცა რჩება სოფლები, რომლებსაც ცენტრამდე დაკავშირება თოვლის საფარის გამო ამ დრომდე ვერ ხერხდება. ბოლო მონაცემებით რეგიონის მასშტაბით ბუნებრივი აირი 1000 ოჯახს არ მიეწოდება. ამდენივე აბონენტია ელექტროენერგიის გარეშეც. ნათია ქენქაძე და დავით სირიკიძე მუშაობენ გურიაში და ახლა პირდაპირ ეთერში საუბარს ჩემი კოლეგა განაგრძობს. ნათია, როგორ მიმდინარეობს დიდ თოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოები გურიაში? მარიამ, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში აცანადან აკათისკენ მიმავალ გზაზე. აქ ზოგადად რთული რელიეფია და ბუნებრივია დიდ თოვლობამ ასეთ გზებზე კიდევ უფრო დამატებითი პრობლემები შექმნა. ამ ეტაპზე აქ გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებით არის შესაძლებელი. ზოგადად სამივე მუნიციპალიტეტის მასშტაბით ძირითადად ცენტრალური გზები არის გაწმენდილი და მიმდინარეობს მუშაობა მხოლოდ რამდენიმე მიმართულებით იმ სოფლებში, სადაც ამ დრომდე ვერ ხდება საავტომობილო გზის მიყვანა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ასეთი სოფლები არის ბაღლეფი, ორაგვი და წიაღობანი, რაც შეეხება ოზურგეთს. აქ თითქმის ყველა მიმართულებით გახსნილია გზა, გარდა გოგორეთისა და მშვიდობაურისა და მშვიდობაურში ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის გახსნის სამუშაოები. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში კი სურების თემი რჩება ამ დრომდე გზის გარეშე და სურების მიმართულებითაც ამ დროისთვის მუშაობს მძიმე ტექნიკა. სავარაუდოდ დღის ბოლოს კიდევ უნდა გაიზარდოს იმ დასახლებული პუნქტების რიცხვი, სადაც ცენტრალური გზის მიყვანა მოხერხდება და უკვე მიმდინარეობს მუშაობა საუბნო გზების მიმართულებითაც. რამდენიმე დასახლებაში საუბნო გზებიც არის გაწმენდილი და უკვე ცენტრალური გზების დასრულების შემდეგ მთავარი აქცენტი სწორედ ამ მიმართულებით გაკეთდება, იმისთვის რომ მოსახლეობისთვის გადაადგილება უკვე ყველა მიმართულებით იყოს შესაძლებელი ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის. რაც შეეხება ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის პრობლემას, როგორც აღნიშნეთ, თითქმის აღმოფხვრილია, მხოლოდ რამდენიმე დასახლება რჩება კომუნიკაციების გარეშე. ამ ეტაპზე უფრო პრობლემური არის წყალი, გამომდინარე იქიდან რომ გაიყინა წყლის მილები, მაგრამ მოსახლეობას ძირითად დასახლებებში აქვს შესაძლებლობა რომ ჭებიდან მოიმარაგოს სასმელი წყალი. საკმაოდ ბევრი სახლი არის დაზიანებული სამივე მუნიციპალიტეტში და გამგეობებში ამის შესახებ ბუნებრივი არის შესული ინფორმაცია, თუმცა უკვე შემდგომ დღეებში დაიწყებს მუშაობას ზარალის აღწერი კომისია, რომელიც უფრო კონკრეტულად აღწერს ზარალს. მას შემდეგ რა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები სრულად დასრულდება, უკვე დაიწყება ზარალის დათვლის პროცესი. კიდევ ერთი საკითხი, რაც გურიისთვის განსაკუთრებით აქტუალურია, შეეხება მეწყერულ ზონებს. საკმაოდ მრავლად არის სამივე მუნიციპალიტეტში მეწყერულ ზონები, განსაკუთრებით ლანჩხუთში, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით ასეთი ტერიტორიები ბევრია და ბუნებრივია ეს აჩენს მოსახლეობაში შიშს უკვე სტიქიის შემდგომ პროცესებთან დაკავშირებით რა შეიძლება გამოიწვიოს დიდ თოვლობამ მეწყრული თუ ღვარცოფული პროცესების მიმართულებით. როგორც ჩვენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა განგვიცხადა, უკვე ჩამოსული არიან რეგიონში გეოლოგები, რომლებიც ლანჩხუთში კონკრეტულად სავარაუდოდ ხვალიდან დაიწყებენ მუშაობას ყველა მეწყერულ ზონაზე და სწორედ სპეციალისტებმა უნდა დადონ დასკვნა და გადაწყვეტილება თუ როგორ უნდა მოხდეს შემდგომში სტიქიის საპრევენციო სამუშაოების განხორციელება. ეხლა თუ სტიქია შეგვაწუხა, რა თქმა უნდა, ხელათვოლი ჯერ გურიაში არ ქონია, მაგრამ თავისთავად მოხერხდა ესეთი სამუშაოები ჩატარდა, რომელმაც გზები რაც მთავარია აღდგინა და რავი, აქეთ სოფლებში უფრო მეტი იყო რა სტიქია. თოვლმა პატარა შეგვაწუხა 85 წელს მერე ამ ფერითოვლი არ ყოფილა. მაშველების მოხალისეების დახმარება დაგჭირდათ? არა, მე ცენტრალურ გზაზე ვარ, ცენტრალურ გზას არ აჩერებენ. მაღალი თოვლი იყო, დავთოვლეთ სახლები და სხვა მხრივ არაფერი პრობლემა არ ყოფილა. თოლავდნენ გზას, აღავდნენ, გამოღავდნენ, არ ვიცი, ყველაფერს აკეთებდნენ. თქვენი სოფელი არ ყოფილა ჩაკეტილი? არა, ჩაკეტილი არ ყოფილა. ამ ეტაპზე ორი უბანი გვაქვს არჩენილი მუნიციპალიტეტში, სადაც მაღალი გამავლობის მანქანით შესვლა შეუძლებელია და დღის განმავლობაში ამ ორი უბნის გახსნაც მოხერხდება. აღსანიშნავია და ძალიან სასიამოვნო ფაქტია ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ მრავალი აბონენტი იყო ელექტროენერგიის გარეშე ამ წუთისთვის და უკვე გუშინდელი საღამოსთვის მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით მხოლოდ 80 აბონენტია ელექტროენერგიის გარეშე. გეოლოგებთან იყო უკვე კომუნიკაცია, როგორც ვიცი, გუშინ ჩამოვიდნენ გურიაში. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ალბათ დღეს ან ხვალ გვეწევიან, რომ დაათვალიერონ ადგილზე ის კერები, რომლებიც გააქტიურებულია ბოლო წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტში და აქედან გამომდინარე მე მუნიციპალიტეტი დაიწყებს მზადებას თუ რა ზომები მივიღოთ იმ უბედურების ასაცილებლად, რასაც მეწყრული პროცესები ქვია.
თითოეულობით დაზარალებულ რეგიონში ამ დროისთვის სამუშაოები ისევ ყველა მიმართულებით გრძელდება, იქნება ეს გზები თუ კომუნიკაციების აღდგენა რეგიონში რჩებიან როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები, ასევე თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და მოხალისეები დღესაც აგრძელებს მუშაობას. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელსაც შეუძლია საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო გადაყვანა ადამიანების, მაგალითად ჯანმრთელობის პრობლემების შემთხვევაში. სამედიცინო დაწესებულებაში, როგორც გითხარით, მხოლოდ რამდენიმე სოფელი რჩება ამ დროისთვის მოწყვეტილი გარესამყაროს. ნათია ქენქაძე საუბრობდა გურიის რეგიონიდან პირდაპირ ეთერში.